ნება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო შენ რა იყო? გამოგაგდეს თუ შენი ნებით მოხვედიან დილაუთენია ცეხში. ჰა? გასაგებია. რა? რო შენი ნება არაფერ შუაშია. დილიდან ამ ხოძეა. ასპერა, ხო? არა, უარესი, არსენა. რასაკ? რას არ? ეგ მკითხე უფრო სწორია. იცინე შენ და დილაუთენია თავზე დამაცხრა, გინდა თუ არა წავიდეთ და ცეხში ვიმუშაოთ. აქ რომ მოვიდი ჯერ კიდე ბნელოდი. იყო რომ გაუშვეს მე გაგიჟდა მუშაობაზე? არ გაუშვია კასპერას. ხო იცი რა ჯიგარია, ბოლო შანსი მისცა. ხარი. სვიათ. ის გამორთო თუ კიდე რამე დავჭრა. გამორთი, ელიავაზე მივდივართ. მეც მოვდივარ. ვაიმე რო არ მცალია? რატო კაცო? სასეიდოდ კი არ გეპატიჟებით. რავი, პატარა საქმე მაქვს, მაინც დასამთავრებელი. მაინც ამდეხნია. ნუ მაგიდა მაქვს, ნახევარი საათი. აი, მიდაი, დაგელოდებით ხო? კარგი. ჩვენ მანამდე ყავა დავლიოთ. რა შვებით, ბიჭებო? რა შენ? მოდი აშეხვიდე იქ არ მოაცდინო ახლა ის. კაი, არ მითხა თუ არსენას კიდე ძინავს, ბიჭო. ძინავს, ბიჭო, ნახევარი დღის საქმეა გაკეთებული. მშრომელ ხალხს როდის იყო ეძინა? კაი? შენს მიცემულ მეორე შანსს იყენებს. უნდა წავიდე ჩავეხუთო ეხლა. სად არ წახვიდე, შენაირი უსაქმურები აკლია ეხლა იმას იქ. თქვენ სად მიდიხართ? ავაზე, დამა. ჰა? დამო. მუშაობს, ბიჭო. მოგბრძანდით, კეთილი იყოს თქვენი მოგბრძანი. მადლობა. საბა ოქროს ბიჭი რო იყავი ვიცოდი, მაგრამ ასე დედოფლებივი თუ დაგხვდებოდი, ნამდვილად არ მეგონა. ახლა მთავარია ისეთი სარეცხის მანქანა შევარჩიოთ, დედოფლებს ომ შეეფერებათ. დედოფლებს საერთოდ არ ჭირდებათ სარეცხის მანქანა, მაგრამ რა სიზამ. მე აქ არ უნდა მოსულიყავი. რატო, რა ხდება? როგორი ყავის აპარატია? ეს რო დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი გადასაგდებია. ისე არ ვიცოდი, ასე კარგად თუ ერკვეოდით ტექნიკაში. არა, არაფერში არ ვერკვევი, უბრალოდ ყველაფერ კარგს ეგრევე ვამჩნევ. ცხადი შორის მეც ნივთებსაც და ადამიანებსაც. აი ეს არის ჩემი ოცნების ნივთი. ეს კაია, ხო? კი, ძალიან. ეს არის უსადენო მტვერსასრუტი, რომელიც იკეცება. აი მაგ ღილაკზე თითის დაჭერით იხრება და შედის დივნის ქვეშ. აი რა, არა. დიახ. აუ რა მაგარია. ისე მე ყავის აპარატი მირჩევნია. ხო დაიყიდე, ნუნუ. არა. ესეთ რაღაცებზე მე და ჩემი მეუღლე ერთად დავდივართ ხოლმე. ამ დღეებში მალხას ვეტყვი და მოვალთ, იქნებ სხვა რამესაც გამოვკრა ხელი. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა სარეცხის მანქანა, თორემ მე აქედან ვერ გამიყვანთ.
აუ, რამდენია და რა ლამაზები. როგორ უნდა ავარჩიო? მაგაში მე დაგეხმარებით. თქვენ უბრალოდ მითხარით რამდენი კილო სარეცხი გინდათ რომ მეტეოდეს და ზომებში ხომ არ ხართ შეზღუდული. იცი რა, რადგან უყიდულობდა თან ასეთი ჭკვიანი და სიმპათიური მრჩეველი მყავს, უცებ ჩამოვყალიბდები და გეტყვი, ხო? აქ ყველა კარგია. ბავშვმა გითხრა, მონაცემები მითხარიო. ო, მეც მონაცემებზე ვამბობ და თან ხო უნდა შევწვდე? მე გირჩევთ ამ სარეცხის მანქანას. მინდა. ანუ ირჩევთ ამას, სხვა ხომ არ გვენახა. არა. მე მჯერა ერთი ნახვით შეყვარების. ასე რომ ეს. თან დავაგვიანე, ხო? ისე რა, საათი სადღაც საათნახევარი. ნუ კაი, ისეთ ადგილას დამიბარე, საერთოდ გაგონიც არ მქონდა ეს ქუჩა. რასა, მაგ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს. ჩემი არც ერთი და დარწმუნებული ვარ ნამყოფებიც არ არიან. ხო და მოუწევთ ხოლმე ამოსვლა. რატო? რატო და აი ამ სკვერის უკან ძალიან კარგი ბინა ვნახე. დიდი მისაღებით, ვიტრაჟებიანი საძინებლით. თან ბინა ახალაშენებული. დარწმუნებული ვარ, რომ ახალაშენებულია, იმიტომ რომ ეს უბანიც ალბათ თბილისს ახლა მიუერთეს. აი წამოვნახოთ ჩვენი მომავალი ბინა, წამ. რა მომავალი ბინა გოგა? მართლა აკაპირებ ცხოვრებას? აპირებ, ჩვენ ვაპირებთ და თან ეგრეთი შორიც არ არის, მანქანაც ყავს, რა მნიშვნელობა აქვს უბანს. გასაგებია, მაგრამ უბანი საბურთალოს ესე ძალიან არ უნდა ცდებოდეს. ძალიან ბევრი ბინა ვნახე საბურთალოზე. და არც ერთი არ მოგეწონა? აი ძალიან მომეწონა, უბრალოდ დაბერაშია პრობლემა. ძვირია ლილო. იცი რა ფასები აქვს ბინაებს? და ამიტომ გადაწყვიტე რომ აქ ვიცხოვრად? ხო. მართლა ვერ ხვდები რა მნიშვნელობა აქვს უბანს. ყველასთვის აქვს მნიშვნელობა. ეხა ხო რაღაც სიღარიბე კარგი ტონი გახდა თუ რაღაც ეგეთი. რა შუაში. მართლა ვერ ხვდები? ვერ ხვდები. ხო თუ ვერ ხვდები, მაშინ ახსნას არ აქვს აზრი რა. ოღონდ რო იცოდე, ეხლა აი აქ სასახლე რო აგიშენ და გაჩუქონ, მე ნუ შემომთავაზებ არ მინდა. მოკლედ წავედი. იმედია გავაგნებ. და შენ ხო ძალიან მოგწონს აქაურობა და რა ვიყავი ცოტა ხანი. გთხოვ პირდაპირ მითხარი ვის ველოდები? კარგი, პირდაპირ გეტყვი, რომ ველოდებით ქეთის. ეგრეც ვიცოდი, რატომ? იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ უნდა მოусმინოთ. კიდე რა მიგაჩნია, ან? კიდევ მიმაჩნია, რომ შენ უნდა იყო ძალიან ტაქტიანი, ზრდილობიანი და არ ეჩხუბო. ხან მაგიჟებს სად გინახავს ჩემი ჩხუბი? აი, ვისთან გინახავ? რა გაცინე? შენ დაჩხუბი? როდის? ეკ არასდროს, შეხო ისეთი გაწოდასწორებული. არა, ვის ვეჩხუბე ბოლოს? ვის არ ეჩხუბები, ეკა შენ? გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. ესე უხერხულად უნდა ვისხდეთ თუ დავიწყებთ ვინმე საუბარს. მე პრინციპში საერთოდ არ ვარ უხერხულად, პირიქით. ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. ეს კაპუჩინო და ტირამისუ სწორედ მახსოვდა, ხო? კი, სწორედ გახსოვდა. არ ვიცი რა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი უბედნიერესი ვარ, ის ნაგავი დეგენერატი კაცი მოვიშორე. აი ვერ აღიხსნით. სასწაული ამბავია. ნამდვილად. აი ისეთი ისტორია იყო, რომ ის სიმწრისგან და უსუსურობისგან მაკანკალი. შენ წარმოგიდგენია მე რა მჭირდა? ვაიმე, შენ ეგ ამბავი არ იცი, ხო? არა. კონსტანტინემ რატო გაიტანა საჩივარი შენი აზრით? დედაჩემმა დაიქირავა დეტექტივი. წარმოიდგინე. რომელმაც კონსტანტინეს ვიღაც ხალთან ერთად ფოტოები გადაუღო, სავარაუდოდ იმ ხალხს ეპრანჭება ეხლა. ნაგავი ეგ. მომიტანა ეს ფოტოები და მე წავედი კონსტანტინესთან და ვუთხარი, რომ ან ამ ფოტოებს შენ ცოლს მიუტანთქო, ან გაიტან საჩივარს თქო. და ეგრევე. კეთი, ეგრევე გაიტანა, არაფერი აღარ უთქვავს. ბრავო, მაგ დეტექტივს. ეგ რო არ ყოფილიყო, ნეტა რა უნდა გვექნა? ხო, მეც არ გამიკვირდა ესე თავისით როგორ მივიდა თქო. არა, რა თავისით. მე არ ვიცი მართლა ეს კაცი რო არ ყოფილიყო და არ დამხმარებოდა საერთოდ რა მიშველებოდა. ეს კაცი და თქვენ.
კაი რა, მე რა გავაკეთე? ან მე რა გააკეთეთ? რამდენს ნიშნავს მეგობრების მხარდაჭერა? ვერ ხვდებით? და ის რომ ერთი წამით ჩემში ერჭვი აშეკპარვიათ. ეხა ეჭვირა შეპარვოთ ამაში და კონსტანტინესთვის. კონსტანტინეს დაგე. ორუცინა. იცი რა ვიფიქრე? რომ ბანკისთვის უბრალოდ ესე ერთი მიგდებული ბოდიშით არ უნდა გამოწურეს. 100%-ით გეთანხმები მართლა. უნდა დაისაჯოს, რა პასუხი უნდა აგოს. რას გეუბნებოდი დილით? იგივეს. ხო, მეუბნებოდი, მაგრამ ვიცი რა მეც რა ეს ხო შეგვიძლია ცოტა ხანი ამ თემაზე არ ვაპარაკოთ. ფურცელი არ ეკიდა? ესა ზარი არ დარეკოთო? ხო, რატო დარეკე? რა ვიცი, მეგონა გაფუჭდა და შევამოწმე. ეგ რა შუაშია, რომ უშავს, მაგიტომ დავწერა. არ უბრალოდ არსენას ძინავს და არ მინდა და ზარს გაეღვიძებინა შემო. უკაცრავად. საწყალიც რა დაღლილი მოვიდა, ძლივს ციდგა ფეხზე. იცი რატო? 40 წელი რაც არ უმუშავია. ეხლა ინაზღაურა ყველაფერი და მეკიდა. მაგას თავი გაანებე, მე გავულია ბაზარში. თქვენ რომ მარკეტში ხორცს ყიდულობთ, მაგას არაფერს გემო არ აქვსო და ხორციც მოიტანა. ქონიანი, ხო? მაგას რა